დღეს რუსეთში ოფიციალურად აკრძალეს იაბლოკო და პარტიას არ მისცეს ნება მონაწილეობა მიეღო საპარლამენტო არჩევნებში. პარტია იაბლოკო უკრაინასთან ომს უმძიმეს დანაშაულად მიიჩნევს. რუსეთის თითოეული მოქალაქე თავისი წილი პასუხისგებლობის მატარებელია იმაზე, რაც ქვეყანას ემართება და ამ ომზეც. დღეს რუსეთში დაიწყო მრავალი წლის შემდეგ პირველი ომის საწინააღმდეგო პროტესტები. უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ, ამასთან პროტესტის მონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ ომს შეცდომად და კიდევ უფრო მეტიც, რუსეთის უზარმაზარ დანაშაულად მოიხსენიებდნენ. Სიცხვილი. იაბლოკო. და თუ უკვე იფიქრეთ, რომ რუსეთში უცებ აჯანყება დაიწყო, შეცდით. უბრალოდ კრემლის პოლიტექნოლოგები ასე ერთობიან და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთში დემოკრატია. დღეს 10 აგვისტოს რუსეთის უზენაეს სასამართლო განიხილავდა სარჩელს პარტია იაბლოკოს დუმის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ. ეს არის ერთადერთი დარეგისტრირებული პარტია ბიულეტენში, რომელიც ღიად გამოდის ომის წინააღმდეგ. და საბოლოოდ რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ დღეს აუგზავნა პარტია იაბლოკოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც უკვე სექტემბერში ჩატარდება. და საბოლოოდ ბიულეტენებიდან პარტია იაბლოკო ამოიშალა. აი ესეთი დემოკრატია რუსეთში. ხოლო ფორმალური მიზეზი ამისთვის გახდა არ დაიჯერებთ საავტორო უფლებების დარღვევა. სად? რუსეთში. და ვისი საავტორო უფლებების დარღვევა? ამას ვერ გაარღვიეს თვითონ მოსარჩელებმაც კი პროკურორებსა და მოსამართლეებზე რო აღარაფერი თქვათ. მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მიიღეს, რომ პარტია უნდა აიკრძალოს და არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება. იმიტომ რომ გესმით, რუსეთში პარტია არღვევს საავტორო უფლებებს. სასამართლოს შენობის წინ დღეს შეიკრიბა მცირე ჯგუფი რუსი მომიტინგეების, რომლებიც პატარა ფურცლებზე აკურატულად წერდნენ, რომ მათ პატარა ტაკმაჩკა არ ჭირდებათ და ომი უნდა დასრულდეს. მოდით ამ გამოშვებაში გავარჩიოთ, როგორ არის მოწყობილი ეს ცირკი პარტია იაბლოკოსთან, ომის მოწინააღმდეგეთა პაროდიასთან და რადგან ამას ცირკის გარდა სხვა საერთოდ ვერ უწოდებ. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ თემასთან ცოტა მიკერდოებული ვიქნები და განვიხილოთ, რა პარტია იაბლოკო, რისთვის იყო საჭირო და რატომ იყო მისი ბედის სრულიად პროგნოზირებადი. მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწერთ ეს არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწერთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. ამ ვიდეოს ქვეშ მაშინვე დაწერეთ, როგორ ეკიდებით იაბლოკოს და იმას, რომ რუსეთში გადაწყვიტეს დემოკრატიის თამაში დაეწყოთ და კრემლმა გადაწყვიტა, ეჩვენებინა თითქოს დემოკრატია რუსეთში არსებობს. იაბლოკო. თუ ის იქ იქნება, მაშინ მიეცი. ომი უკრაინასთან ეს ძმათამკვლელი ომია. ეს არ არის თავდაცვა, რადგან არავინ ესხმის თავს რუსეთს, არ არღვევს მის სუვერენულ საზღვრებს. ამ ომში ვერ გაიმარჯვებ, ამ ომში ვერ წააგებ. დამახინჯებული ბედების გარდა, ომი რუსეთის ეკონომიკისთვის უკიდურესად მძიმე შედეგებს მოიტანს. სისხლი. მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. ამ კადრებზე რომელსაც ხედავთ, არიან რუსეთის ანტისაომარი პარტიის იაბლოკოს წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რომლებმაც ღიად გამოხატეს წინააღმდეგობა უკრაინაში ომის მიმართ. პარტია კი დაარეგისტრირეს, კრემლმა პარტიით ცოტა ითამაშა და ეხლა გადაწყვიტა უზენაეს სასამართლოს მეშვეობით უბრალოდ მოხსნას ის არჩევნებიდან და ამოიღოს ბიულეტენებიდან. როგორც ამბობენ, ითამაშეს და საკმარისია. მაგრამ წინანდულში პარტია იაბლოკომ თავისი ამოცანა 100%-ით შეასრულა. წინასწარ გეტყვით, ამ პარტიამ კრემლს დაეხმარა, გამოევლინა. ისინი, ვინც ნამდვილად, გულწრფელად გამოდის ომის წინააღმდეგ, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. დავიწყოთ თვითონ სარჩელით, რომელიც დღეს უზენაეს სასამართლოში იქნა შეტანილი, რადგან მისი ყოველი სტრიქონი ცალკე ანეკდოტის ღირსია. პარტია იაბლოკოს წინააღმდეგ სარჩელი პროკრემულმა პარტია როდინამ ჯერ კიდევ 7 აგვისტოს შეიტანა. პარტია იაბლოკოს მიმართ პრეტენზიები სასამართლოში პარტია როდინას იურისტმა ალექსეი ნოვოსელოვმა წარმოადგინა. დაიმახსოვრეთ ეს გვარი. და დარღვევების სია იქ უბრალოდ შესანიშნავია.
მოსარჩელის ვერსიით იაბლოკომ თავის ვებგვერდზე ჰიროსიმის ატომური დაბომბვის შედეგების ფოტო უკანონოდ გამოიყენა. ან თითქოს ამ ფოტოს ავტორის ნებართვის გარეშე მისი გამოქვეყნება არ შეიძლება. და ვინ არის ფოტოს ავტორი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, უცნობია. მაგრამ ასევე მოსარჩელემ განაცხადა, რომ პარტია იაბლოკომ გამოიყენა ციტატები საბჭოთა სიმღერიდან ყოველთვის იყოს მზე, რომლებიც გაისმა პარტიის დამფუძნებლის გრიგორი იავლინსკის ინტერვიუში. მან სადღაც იქ თქვა, ყოველთვის იყოს მზე და თითქოს უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე ამ ფრაზის გამოყენება არ შეიძლება. და კიდევ იაბლოკომ გამოიყენა ფრაზა ოღონდ ომი არ იყოს. და აი პარტია როდინა ამ ფრაზას აკავშირებს ალექსანდრ ვოლოდინის პიესასთან ხუთი ვოლოდიკოვი. და კიდევ იაბლოკომ გამოიყენა გადამუშავებული ფოტოები რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, რუსეთის მთავარი ალკოჰოლიკის დმიტრი მედვედევის და ბლოგერ ვიქტორია ბონის. და კიდევ არ დაიჯერეთ, მაგრამ პარტია იაბლოკომ 2026 წელს გამოიყენა გამოსახულება, რომელიც გენერირებული იყო ნეირონული ქსელით ChatGPT. ასე არ შეიძლება. და გამოიყენა კადრები სერგეი ბონდარჩუკის ფილმიდან ომი და მშვიდობა. ხოლო თავად პარტიის ლოგო მოსარჩელეების აზრით თითქოს დააღებულია საბჭოთა მხატვრის ელ ლისიცკის 1920 წლის პოსტერიდან, სახელწოდებით წითელი სოლით დაარტყი თეთრებს. და აქ იწყება ნამდვილი ცირკია უბრალოდ. ეს არ არის უბრალოდ ანეკდოტი, ეს მართლა რაღაც გასართობი პროგრამა. სრულიად გაგიჟებული ხალხის მოწყობილი. აი არ ვიცი თუ შეიძლებოდა წარმოედგინა როგორ ხდება ცირკი ფსიქიატრიულში. აი ეს არის. დაახლოებით ასე. როდესაც პარტია როდინას წარმომადგენელ სასამართლოში კითხეს ვინთა უფლებებს არღვევს ჰიროსიმას ფოტოები, დიალოგი საკმაოდ სახალისო გამოვიდა. კიდევ ერთხელ წინასწარ გეტყვით, რომ ამ სახალისო დიალოგის მიუხედავად მოსამართლემ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია იაბლოკო ბიულეტენებიდან უნდა ამოიშალოს. ეს სრული იდიოტიზმია. დიალოგი კი ასეთი იყო. სწორედ ის ნოოსილოი პარტია როდინადან განაცხადა, ციტატა, იაბლოკომ საავტორო უფლებების დარღვევით გამოიყენა ფოტო, სადაც გამოსახულია ჰიროსიმაზე ამერიკის შეერთებული შტატების ატომური დაბომბვის შაბომბვის შედეგები. მოსამართლე ეკითხება მას, ვინ არის ამ ფოტოს ავტორი ნოოსილოვო? ჩვენ არ ვიცით. ვიღაც აშშ-ს არმიიდან. აი უბრალოდ შთაგონება. დაფიქრდით. პარტიას არჩევნებიდან მოხსნიან ქვეყანაში საავტორო უფლებების დარღვევისთვის, რომელიც ეკუთვნის დაუდგენელ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სამხედრო მოსამსახურეს. რომელმაც ეს ფოტო 80-ზე მეტი წლის წინ გადაიღო. ეს უბრალოდ ეს რაღაცა ცირკია. ეს იცით, ერთი მხრივ სასაცილოა, მეორე მხრივ კი ხვდები, რომ ესეთი იდიოტები სამწუხაროდ, ჩემსავით, ამავე პლანეტაზე ცხოვრობენ. 140 მილიონი ასეთი ადამიანი სულელები მართლა ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. აჰა, წავიდეთ შემდეგ. ChatGPT-სთან სიტუაცია კიდევ უფრო სასაცილოა. პარტია როდინა ამტკიცებდა, რომ ნეიროქსელის მიერ გენერირებული სურათები, რომლებსაც იყენებდა პარტია იაბლოკო, არღვევს იმ ადამიანების უფლებებს, ვისი ფოტოების მიხედვითაც ისწავლა ნეიროქსელმა. ანუ, თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ეს სარჩელია კომპანია OpenAI-ის წინააღმდეგ. მაგრამ რატომღაც ის მიმართულია რუსეთის მიერ, რუსეთის ოპოზიციური პარტიის მიმართ. იცით, მე ამ ყველაფერს უყურებდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ჩვენთან გვერდით ცხოვრობს ასეთი ხალხი, 140 მილიონი, ან რამდენიც არიან, რომლებიც ასე სულელები არიან. აი წარმოიდგინეთ, უბრალოდ დასცინიან მათ. და რუსული ჯოგი ტაშს უკრავს, ამბობს, ვოლოდია პუტინი მაგარია. წარმოიდგინეთ, ეუბნებიან, მოდი პარტია აუკრძალოთ, იმიტომ რომ მან ფოტოები გამოიყენა, როგორც ჰიროსიმის, ისე სხვა შემთხვევების. და როცა ეკითხებიან, ვისი ფოტოა, ისინი ამბობენ, ვინ იცის ვისია, რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ. მოსამართლე რისთვის სვამ ამ კითხვებს? საქმე ამაში არ არის. ვოვა პუტინმა თქვა, პარტია უნდა მოხსნათო, ჩვენ ხსნით. კიდევ უფრო სასაცილოა. უბნებების მფლობელები თვითონ ამბობენ, რომ მათ არანაირი პრეტენზია არ აქვთ. სიმღერის პუსსიგდაბუდით სონცე ტექსტის ავტორის შვილიშვილმა, გლებ აშანინი პირდაპირ განაცხადა, რომ პარტია იაბლოკოსთან არანაირი პრეტენზია არ აქვს. და არავის აძლევს უფლებამოსილებას ამ სარჩელში მისი ინტერესები წარმოედგინა მისი ინტერესები ამ სარჩელში. ამავე სიმღერის მუსიკის ავტორის არკადი ოსტროვსკის ვაჟმა კიდევ უფრო ადრე საჯაროდ მისცა პარტია იაბლოკოს უფლება მისი გამოყენების.
ანუ საავტორო უფლებების დაცვა, რომელთა დარღვევაზეც ასე ღელავს კრემლის ხარდამჭერი პარტია როდინა, არავის უთხოვია. მაგრამ ხომ გესმით, რომ ეს უბრალოდ საბაბია იმისთვის, რომ როგორმე სასამართლო დაიწყონ. ხომ უნდა რამეს მიეჩიჩინათ. პრინციპში იგივე წარმატებით შეგვეძლო გვეთქვა მოусმინეთ, მას აქ ძალიან დიდი გამელოტება აქვს. იცით, შეიძლება ცდილობს ვლადიმირ პუტინზე დასცინოს. მოდით ავგრძალოთ. და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის უზენაესი სასამართლო პარტიას აკრძალავთ. და საბოლოოდ ამ ფონზე იაბლოკოს მოხსნას მხარი დაუჭირეს როგორც რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ასევე გენერალურმა პროკურატურამ. საბოლოოდ მოსამართლე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიახ, პარტია სიიდან ამოიშლება. ცესკოს წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა უზენაეს სასამართლოში, რომ აგიტაციის დროს დარღვევა საკმარისი საფუძველია პარტიის მოხსნისთვის. რა დარღვევებია, ამას რა თქმა უნდა არავინ მიუთითებდა. როსპინ მონიტორინგმა იაბლოკოს ფედერალურ სიაში აღმოაჩინა პირები, რომლებიც თითქოს დაირებდნენ უცხოურ დაფინანსებას ჯერ კიდევ საარჩევნო წლის დაწყებამდე. ანუ სახელმწიფო მანქანა სრულად ჩაერთო. სასამართლო, ცესკო, პროკურატურა, ფინანსური დაზვერვა ყველა პარტიის წინააღმდეგ, რომელიც წინა არჩევნებზე შეგახსენებთ, მაშინ ძლივს აგროვებდა იქ რამდენიმე უმნიშვნელო პროცენტს. ეხლა კი ყველაზე საინტერესო და ყველაზე სასაცილო ნაწილი. გთხოვთ ამ გამოშვებას ანეკდოტად მიუდგეთ. იმიტომ რომ არანაირი ოპოზიცია, პოლიტიკური ოპოზიცია რუსეთში არ არსებობს. ეს უბრალოდ ცირკია. ეხლავე აგიხსნით რატო. რადგან ყველაფერი ასე პროგნოზირებადად არის დადგმული, რატომ დაუშვეს საერთოდ იაბლოკოს პარტია საარჩევნო ბიულეტენში პირდაპირ 29 ივლისს? დაუსვით საკუთარ თავს კითხვა. რატომ? ანუ აშკარა იყო, რომ პარტიას მოხსნიდნენ. იპოვიდნენ ასეთ აბსურდულ მიზეზს, რათა სასამართლოში მიეღწიათ მისი არჩევნებიდან მოხსნისთვის. კითხვა, მაშინ საერთოდ რატომ დაარეგისტრირეს? შეიძლებოდა თავიდანვე არ დაეშვათ. თანაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ერთმოვანი იყო. სიაში შევიდა 279 კანდიდატი და კიდევ 135 მაჟორიტარულ ოლქებში. მოკლედ რო ვთქვათ, ამ პარტიას მაინც არ დაუშვეს სახელმწიფო დუმაში. და საერთოდ რატომ დაარეგისტრირეს? პირველი ვერსია, ყველაზე კონსპიროლოგიური ასე ჟღერს, ესე იგი რუსეთის ძალოვანებმა გადაწყვიტეს დაერღვიათ სქემა, რომელსაც საგარეო პოლიტიკის კურატორი სერგეი კირიენკო აწყობდა. ანუ თითქოს ძალოვანები უბრალოდ ასე ერთობიან. და როგორც იცით, ამ პოლიტიკურ ფრთასა და ძალოვანებს შორის მართლაც არსებობს კონფლიქტი. და ამ კირიენკომ თავისი პარტია წამოიწყო, რომელმაც დაითმო გარკვეული პოპულარობის მოპოვება. და ძალოვანებს არ მოსწონთ, რომ პუტინის გარემოცვაში პოლიტიკური ფრთა უფრო მეტ ძალას იძენს, ვიდრე ძალოვანი ფრთა. მეორე ვერსია კი სრულიად საპირისპიროა. იაბლოკო დაარეგისტრირეს თავად პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის გეგმით. იმისთვის, რომ არჩევნების შემდეგ პარტიის ეს დაბალი ოფიციალური შედეგი საზოგადოებას წარუდგინონ, როგორც რეალური წილი რუსების, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებიან. აი ნახეთო. ისინი ძალიან ცოტანი არიან. წინა არჩევნებზე ამ პარტიამ 2%-ზე ნაკლები მიიღო. და ჩანაფიქრი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ მოდი დავუშვათ ეს პარტია არჩევნებზე, მივახათოთ იქ 1.9% ამორჩევლების და ვთქვათ, აი ნახეთ, გქონდათ არჩევანი რუსებო. შეგეძლოთ ომის წინააღმდეგი პარტიისთვის მიგეცათ ხმა, მაგრამ თქვენ მხოლოდ 1.9%, 2, მაქსიმუმ 3% აღმოჩნდით. ეს შეიძლებოდა ისე წარმოჩენილიყო, რომ ნახეთ, სინამდვილეში ყველა ომის მხარესაა. და მესამე ვერსია. ამ პარტიის ლიდერ იავლინსკის სინამდვილეში ვლადიმერ პუტინთან დიდი ხნის პირადი შეთანხმება აქვს. პარტიას არჩევნებზე ჯერ კიდევ 2021 წელს უშვებდნენ და ახლად ბოლო მომენტამდე უშვებდნენ. ხოლო მთელი სისხლის სამართლის ზეწოლა კონკრეტულ აქტივისტებზე ეს ყურადღება არის გზა, რომ კამპანიიდან მოაცილონ ადამიანები, რომლებიც ცნობილები არიან პარტიის ფარგლებს გარეთ, მაგრამ არ შეეხონ პარტიის სიას, არ შეეხონ ლიდერებს. და აი მე ყველაზე მეტად მესამეს ვენდობი. ეხლა აგიხსნით. თუ ყველაფერს პოლიტოლოგიისა და პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით შევხედავთ, მაშინ ავტოკრატიებში არჩევნების არსი ყოველთვის ლოიალობის გამოცდა. ეს არ არის არჩევნები. ავტოკრატიაში ან დიქტატურაში არჩევნები ეს არის ეგრეთ წოდებული ფასადური დემოკრატია, როცა მხოლოდ დემოკრატიის გარეგნული სახე არსებობს. თითქოს არჩევნები გვაქვს, პარლამენტიც არის, სინამდვილეში რუსეთში ეს არაფერია. საერთოდ არ არსებობს. ხო, ზუსტად ასეა, მაგრამ ნებისმიერი არჩევნები ლოიალობის გამოცდაა. კრემლი შესანიშნავად აკვირდება, ვინ და როგორ უჭერს მხარს ასეთ პარტიებს, როგორიცაა იაბლოკო, რომლებიც თითქოს და ომის წინააღმდეგ გამოდიან.
სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, იაბლოკოს არჩევნებზე დაშვება საჭირო იყო ბოლო მომენტამდე, რათა ყველას თვალწინ საჩვენებლად დაესაჯათ ეს ანტისაომარი ოპოზიცია. აი ნახეთ, რა დაემართება ყველას, ვინც ომის წინააღმდეგ წავა. გაგიჟებულ ვლადიმირ პუტინს. და აი ეს ყველაზე საინტერესო ნაწილია. ნახეთ, შექმნილია პარტია იაბლოკო, რომელიც ღიად გამოდის ომის წინააღმდეგ ქვეყანაში. სადაც სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ომად ვერ დაარქვევდი, თორემ ციხე გემუქრებოდა. ქვეყანაში, სადაც ომის წინააღმდეგ სიტყვასაც ვერ იტყვით, თორე ციხეში ჩაქსვამენ, სამწუხაროდ არიან ადამიანები. ადამიანები რუსეთში, რომლებიც გულუფხულოდ დაიჯერეს და შევიდნენ ამ პარტიაში, წმინდად სჯეროდათ, რომ ეს მართლაც ანტისაომარი პარტია. თითქოს ეს ნამდვილად იაბლოკოს პარტია, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდის. ამიტომ მოდი შევალ იქ. და აი ის, რასაც საკუთარ თავში მალავდი და მეშინოდა, მეთქვა ვიფიქრე, პარტიაში შევალ, იქ ბევრი ვიქნებით და ვაჩვენებთ ამ პუტინს, რომ სინამდვილეში ომის წინააღმდეგი ვართ. ეხლა კი ნახეთ რა გამოვიდა. პარტიისვე მონაცემებით საარჩევნო კამპანიის დასაწყისში იაბლოკოს 12 წევრი სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულებად იქცა. 8 მათგანი კოლომიებში და წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმყოფება. ერთ-ერთი ჟურნალისტი მიხაილ აფანასევი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იაბლოკოს პარტიაში შესულიყო, მოესაჯა 5,5 წელი იმის გამო, რომ დაწერა სტატია ძალოვანების ომში წასვლაზე უარის თქმის შესახებ. პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მაქსიმ კრუგლოვი მიესაჯა 7 წელი უკრაინის ბუჩასა და მარიუპოლში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობაზე 2 პოსტთან დაკავშირებით. თურქი აქტივისტი ვასილი ნეუსტროევი მიესაჯა 10 წელი ამ საქმეზე. მოძრაობაში, რომელშიც როგორც მისი ნაცნობები ამბობენ, საერთოდ წევრიც კი არ იყო. და ასე შემდეგ. სია საკმაოდ დიდია. თავარი კი ისაა, რომ როგორ გამოავლინო რეჟიმის მოწინააღმდეგე, როცა უკვე დიქტატურა ისეა ჩამოყალიბებული, რომ ხალხს საჯაროდ მაგალითად საკუთარი პოზიციის გამოხატვისაც კი ეშინია. როგორ იპოვო საზოგადოებაში ისინი, ვინაც შენი ომის წინააღმდეგ გამოდის, ვინც რეალურად შეიძლება საფრთხე შეუქმნას შენს ხელისუფლებას, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ სამზარეულოში ჩურჩულით ამბობს, რომ ომის წინააღმდეგია. აბა როგორ? ძალიან მარტივია. შექმენი პარტია, რომელიც თითქოს ომის წინააღმდეგია, მის ლიდერს მიეცი შესაძლებლობა საჯაროდ თქვას, რომ ომის წინააღმდეგია, პუტინის წინააღმდეგია, ნააღმდეგია. საერთოდ პუტინმა როგორ გაბედა ესეთი ომი ეწარმოებინა? ეს დანაშაულია და ასე შემდეგ. ამ პარტიაში ნამდვილი ომის მოწინააღმდეგეები დაიწყებენ გაწევრიანებას. და მაშინ მათი დაჭერა და ციხეში გაგზავნა უფრო ადვილი იქნება. ამიტომ ჩემი სუბიექტური აზრით პარტია იაბლოკომ თავისი მისია შეასრულა. მორჩა შეიძლება მოხსნან. ის აღარ არის საჭირო. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთში მართლაც არსებობს პატარა ჯგუფი, რომელიც ომის წინააღმდეგია. უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ომი პირადად მათ შეეხო. ეხლა კი მოდით შევაჯამოთ ეს სპექტაკლი. ქვეყანაში, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატიას უწოდებს, არჩევნებითა და პარლამენტით, ერთადერთ პარტიას, რომელიც ღიად გამოდის ომის შეწყვეტის მოთხოვნით, უბრალოდ ამოიღეს ბიულეტენიდან. დაუდგენეს ავტორ უფლებების გამო. უსახელო ამერიკელი სამხედროს ჰიროსიმის 80 წლის წინადელ ფოტოზე საავტორო უფლების გამო. აი ეს არის ყველაფერი. საქმეს განიხილავ და მოსამართლე, რომის ბიოგრაფიაც ოპოზიციური პარტიების ლიკვიდაციას უკავშირდება. ეს მისთვის პირველი შემთხვევა არ არის. ამიტომ საერთოდ არ აინტერესებდა რაიმე არგუმენტები. მისთვის ეს უბრალოდ თეთრი ხმაური იყო. ამ ცინიკურ სასამართლო ცირკთან პარალელურად, პარტიის რეალური წევრები რეალურ ვადებს რეალურ კოლონიებში იღებენ ბუჩასა და მარიუპოლზე რეალური პოსტების გამო. აი ასე გაებნენ ანკეს. აი ეს არის არჩევნების პორტრეტი დიქტატურაში. სპექტაკლი კონკურენციის ილუზიით, სადაც წინასწარ ცნობილია ვინ და რატომ წააგებს. გარდა ამისა, ეს კიდე მოსახერხებელია, რომ კონტროლის ქვეშ ხავდეთ ასე წოდებული ანტისაომარი პარტია, რათა ნამდვილი ანტისაომარი პარტია არ გაჩნდეს. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასმები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამას შეძლებთ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბუმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საფუთარ თავზე. ყველას მშვიდობით. თუ იმეს რამე აზრი აქვს, გეპატიჟებთ. პირველ რიგში თუ ასე არ არის, მაშინ არ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სამავლებულო არ არის. ამის გამო და იმის გამო რომ დაგაპოვნეთ ახალგაზრდებო თქვენ შეგულებაში.